ჰიპერმარკეტში მოვედით თავები საღივლად დავით გავაძრე. აი ესეთი თავები მიყიდეთ, აი ეს ხელით სამუშაოც ვიყიდეთ ერთი ცალი და რავი, წავედით და ვიხოდებით რა, დილიდან იწყება ვიდეო დაიწყება რა, მაგრამ მეცინება, მაგრამ დილიდან იწყება ჩვენი საქმის განვითარება. წარმატებები გვისურვეთ შეხვედრამდე. საშლელი ეპიზოდი 2. ჩვენ ვიმყოფებით ახლა ვაზისუბანში, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში, მეორე კვარტალში და ვიწყებთ ძველი ATS-ის შენობიდან. ლევან, რას გვეტყვი? აბა, ახალი ინსტრუმენტი გვანახე რა შეუულია. ახალი ინსტრუმენტი ხელის არ მუშაობს, ამიტომაც გადავინაცვლოთ აი ასე. აი იმ საქმეს რეალურად კი არ არის პრობლემა გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავაკეთებდეთ რა. არის სახელმწიფო სამსახურები, სოციალური ჯგუფები, რომლებიც ქალაქის ინფრასტრუქტურაზე ზრუნავს. როგორც არის მეზოლე, როგორც არის ვთქვათ პატრულ ინსპექტორი, სხვა მსგავსი სამსახურები, ისევე უნდა იყოს გამოყოფილი ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად აი ამ რაღაცაზე იფიქრებს. არის ადგილები, სადაც კარგად არ იშლება, განსაკუთრებით თუ რკინის რკინაზე კონსტრუქციაზე არის. დიდი ხანი ვაწვალეთ რა, ესეც ჩვენც ვიწვალეთ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მოშორდა. თუმცა აწი უკვე გაურკვეველი არის რა ეწერა და როგორ ეწერა რა. ეხა $1000 რამდენი არის ბებე რა არის? რავი 1 მეტრიც არ არის განსხვავება, მაგრამ აი რაღაცაც ვამთავრებ უკვე. აგერ ჩვენმა ძმამ დაიწყო საკმაოდ ძლიერი ოპონენტი შეგვხვდა. ზედმეტად ძლიერი. მაგრამ აი ამ ფირმამ ძლიერი და არაძლიერი არ იცის. ეს მაღალი მაგიტომარი რა, რო ქართველია. დანარჩენი ყველაფერი შეუულია. და აი ვაზისუბნის მესამეს მეორეში რო ვაკეთებთ ამ ყველაფერს, კაი ბლოგერიც ყავს ვაზისუბნის მესამეში და რავი ჩვენს გვერდში დგომა თუ უნდა და იგივე აზრზე თუ არა, სადაც ჩვენ სახელს აღარ ვიტყვი, მაგრამ მესამეს მეორეში რო ცხოვრობ, ბლოგერო, ვიდეო თამაშების გეიმპლეის რო იღებთ, შეგიძლია კონტაქტში. აქ გამოჩნდება ინსტაგრამიან, ხო? ჯიგარი ხარ. როგორც ის ხო შოჩიკი. გამოჩნდება ყველაფერი. დროთა განმავლობაში ყველაფერი იქნება. მთავარია რომ იმედი გქონდეს. რაც შევძელით ამ კედელზე ეს იყო საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა ამ ყველაფერს. ბევრი ვიწვალეთ. ვიტყვით რომ ეს პლუს მინუს კიდე მოსაშორებელია, მაგრამ ამ ერთ ლოკაციაზე ახლა რო გავჩერდეთ, ანუ სხვა ლოკაციებს ფიზიკურად ვარ მოვაცრებთ. ჯობია რომ ამით რა როჩი დავასრულოთ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე ეს
იმიტომ რომ აღარ ჩანს რეალურად რა ეწერა და გადავინაცვლოთ შემდეგ ლოკაციაზე. დამიჯერეთ ზუსტად 5 მეტრშია შემდეგი ლოკაცია. ეხლა ჩვენი ინსტრუმენტები ავალაგეთ და ეხლა მივდივართ შემდეგ ლოკაციაზე. აუ. ვიარეთ, ცოტა ვიარეთ, თქმა არ მოგვიწევს, ასკარად ცოტა ვიარეთ. უკაცრავად ვერ შევამჩნიეთ. აი გვერდ რა, ორი კონკურენტი ალბათ. კი ბატონო, კონკურენტები. ხო, კონკურენტები. ერთი, მეორე. ერთი, მეორე. ო, კაკუნობს. დავიდა, ეხა ერთს ლევანა მიხედავს, მეორეს მე მივხედავ. ის შეგენაცვალე, აი სულ შეგენაცვალე. იმით იცადი, აბა? არ უნდა. ერთი წამი. არა, ამას ნო, ჰა. მე შემდეგ ლოკაციას აი მას მივხედავ, ეხა რა ლოკაციას პროსტა წერტილს. შევხედოთ. მაგარი უცებ შვება, დავამუღამებინე რა ვასწავლე. ჩვენი ნამდვილი საშლელი. Oui. აბა? ეგარი, იო. მოდით რამე კაი დახატეთ, შო ლამაზი დახატეთ. თითე მაგრად იმაშობა. ო, სანამ ხელი და მოდი ეს დავამთავროთ ბებე. ეგ არის. ესეც ჩვენი მორიგი ლოკაცია. ცოტა ხანში დღეს და ხვალე არ ვიძახით, მაგრამ აი ამ წარწერებს სადაც წავშლით. მინდა რომ ამის ადგილას დავწეროთ ჩვენი მომავლის ლოზუნგი. ჯანსაღი მომავალი ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხალხს. და აქ იქნება ცოტა ხანში აი ესეთი წარწერების მაგივრად ჩვენი ლოზუნგი. ამისათვის თქვენი მხარდაჭერაც საჭირო არის, რა თქმა უნდა, მაგის გარეშე არანაირად არ გამოვა. ეხა კიდე შემდეგი ლოკაცია გვერდება. წავედით. აი რა გინდა იყოს მიწილოს. ისი არ გვინდა ამ კორპუსს გავცდეთ, აგე ვერც გავცდები TikTok-ში. შორს ვერ მივდივართ ვერსად რა. სულ ძირითადად ტრიალებთ ერთ წერტილში, ერთ კორპუსთან, ერთ სივრცესთან. ეხა ის ცოტა მაღალზია. ცოტა რთული საქმე გვექნება რა. ფიზიკურად. ლევან, მოდი აბა ერთ სიმაღლე უნდა დავატოვო. მოდი აბა დაუდექი გვერდზე. მაღალი ადამიანი 2 მეტრიანი ის ხო არ იქნებოდა. ო, საღოლ, აბა რომელი გინდა ინსტრუმენტები აიღე. მაიტაჯერ აბა ამით თუ წავა ამის ენერგია შევინახოთ ცოტა. რთული. მიდდმაო. ჰა. როგორც დანა კარახზე ეგრე მიდის. აშ დაწავედით აქ ვართ. ცოტა თვალებში იყრება ზემოთ ხოა. ამასაც ნელ-ნელა ვრჩებით. აგერ ჩვენი ძმა ამთავრებს. ცოტა შორიდან შევახედოთ, რომ აგერ არც არაფერი აღარ ჩანს, არა? ეს კალალაძე მწერლები. აბა. ეგ არის ჩემო დავით, საერთოდ არაფერი არ ეტყობა, ფრთხილად შენ არ დაიზიანო, რამე?
არფლი. ეგ არის ესეც +1 თავის ადგილზე და რავი, გადავდივართ შემდეგ ლოკაციაზე. მოვაგენით. არა, უბრალოდ ვარ მოვდივართ აგერ. აგეთოთ ეცი ლევან, ეცი მიდი ეცი. ეგ არის. ამის შელკლიმერი. აი, ვინც აი ამას წერს, ხო ხვდებით არა, რა სიტყვებს გეძახით და გულში როგორაც ფიქრობთ თქვენ. მე რა რო აქ ხმამაღლა არ ვამბობთ არა? მაგაზე დაფიქრდით გულში ის რას ვიძახით. ჩოტკი მანახე ჩოტკი? ერთმანეთშო, პლუს ერთი. გამოგadzევათ ზუსტად. ესეც მორიგი ლოკაცია და წავედით, უნდა დავარტყავთ ახლა ბოლომდე, მერვე სადარბაზოა. ბოლომდე წერას დავარტყავთ და ნახოთ რა იქნება. ეს ცოტა ზერსკი ვიდეოც გადაგიღე რა. გამოვაჩინოთ რა. ეგრე უნდა წმაო, ჩვენ თუ არ გავანადგურეთ ჩემო დავით. მე პირადად ვფიქრობ, რომ რავი, ახლა არავინ არ ჩამოვა რა მაღლიდან და არავინ არ მოხედავს არც ჩვენ, არც ჩვენს მომავალთაობას და არ იფიქრებს იმაზე, თუ აი აქ კარგ დღეში გაისარდნენ ბავშვები და სწორე მიიქონ და რა ეს პროპაგანდა და ამაზე ზემის აქციელები დაიწყოთ რა. ჩვენიერია. აი თავისუფალი კედლებია აქ სხვათა შორის. ხო, არის ადგილები, სადაც არც თუ ისე ხშირად არ გვხვდება და ეცეთ უბრალოდ აი ეს სადარბაზოებში, აი სრულიად შევთხოვით და ვინახეთ, ეხა შესვლას ვაპირებდით, მაგრამ სანამ შესვლა დაგვჭირდა, აგი პირდაპირ ეწერა. მიდი ლევან. ჩემი ნადირი. ევენა კარაკი. აი პროსტ აი ამაში რო ფულს ხარჯავთ რა ერთი გადასმით ვაშორებთ ვაფშე ყველაფერს და აფიქსი ფულის ხარჯვაც აღარ მოგიწევ. კანფეტები იყიდე ბავშვებს დაურიგე. შენ თუ ეგეთი მდიდარი ხარ, ვინც ამას წერ ერთ კვირაში $1000 თუ შოულობთ, მაო. ამის დაწერა რაღაცა. ბაზარი არა. ეგარი. ახალი ვით? არი ნანინა. არი ნან. არა დაი, როგორი ენთუზიაზმით ვამბობდი, რომ ბევრი აღარ ხდება, ის სადარბაზო გამოიარეს და იგივე შევხვდა. სადარბაზოა სხვათა შორის ძალიან რა. აქტიურად უკვე ხო აგე კიდე შემდეგი სადარბაზო. შეხედო აღარ არის საჭირო, პირდაპირ უკვე გარედან რომ მიდიხარ ჩანს რა. ჩანს ფოკუსი გავაკეთო? აბა მიდი. ეხლა მე იქით გადავიხედები და რომ მოვალ აღარ იყოს. ესა ჩემი ფოკუსი. მალადეც. ფოკუსების სწავლა თუ გინდა ირაჩი მოგწერეთ ჩვენს ინსტაგრამზე, რომელიც ეხლა არ გამოჩნდება, ხო აქ? არა. ვაზისუმნის მაგი ლევან აბაზაძე. ეს რეალი კორპუსი. ეს დიდი ადამიანია ჯერ რა, მე კორპუსი ვარ, მაგრამ მე-11 და მე-12 შემოსავლელი გვაქვს. ნუ გაგვიკვირდა რომ მე-13 კორპუსი ან 13 დავარქით, აი დაბი კორპუსი არის მე-13. იმაზე არის ყოდა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ მე-11 მე-12 საერთოდ თუმცა იათეზე კიდე ერთი სადარბაზოსთან. შიგნით ვერ შევიდა ჯიგარი გარეთ მიაწერა. რაღაც მიაწერა. იქაც წაუშლით. ლევან აბა ფოკუსი გვანახე. აი დაიცეს. მოიშოროს თავისი ბარგი. შეგენაცვალე. არა, კარგად იშლება. იდეალურია.